სახელთა მამისათა და დადისა შვილისა წმინდისათა გილოცავ დღევანდელ დღეს, დღესასწაულს, დიდებულ დღეს, ყოველდღე ღვთისმშობლის ამ ქვეყნით გასვლის ჩვეულებრივ ჩვენ გლოვთ გარდაცვალებთ ახლობლივ ადამიანთა და მოციქულებთ ასევე ვტიროდნენ რომ უწოდოთ განშორება ღვთისმშობლისაგან მათი უფლის ჩვენი იესო ქრისტეს დედის და საოცარი ისე რომ აქ არა ნათესაო უკავშირს აქვს მნიშვნელობა არც იმ ღირსებას რომლის გამო ყმა მარიამმა როდესაც მივიდა ელისაბედთან და მოისმინა ელისაბედის სიტყვა თქვა ადიდებს სულში უფალსა და განიხარ შულმა ჩემან თვისა ჩვენს მაცხოვრებელსა ჩემისა და ბოლოს დავმოტესო და ნატიდი მე ყოველ ნათესავნიო არა ამ ქვეყნად თორსა მისი ყოფნის არამედ მარადიუნად ქრისტეს მოსვლამდე ღვთისმშობლის მიმართ საშუალება ყველა მორწმუნე ქრისტიანისა არის თუ იგი არის დედოფალ ცის და ქვეყანისა და დღეს მოისმენთ თქვენ სახარებოდ კარგად იცით არაერთო გსმენიათ მათხოვრე რომელიღაცა დაბაში შევიდა სახლში იქ იყო მართა და მას ხდა უფროსი და მარიამი და იცით რომ მე მარიამი ფეხით იჯდა მათხოვრეს ისმენდა მის სიტყვას მართა ზრუნავდა ну ალბათ თვითონ სუფრის გაწყობას სადაც მზადებას და ასე შემდეგ ანუ ეს ორი სახის მოღვაწეობა ამ ქვეყნიური მოღვაწეობა ადამიანისა და წარმავალისათვის ზრუნავს და არის მეორე სახის მოღვაწეობა როდესაც მარადიულობისას ზრუნვა უფლის სიტყვის მოსმენით გაზიარებით და შესაბამისად ცხოვრებით ამ სიტყვის თანახმად თუ ვიტყვით რომ ეს სახია ამ სოფლისა და სახი ეკლესიისა ეკლესია რომ თისეს ღვთის სიტყვას და ეს სოფელი რომელიც სამზადისია სულ რაღაცა ამ ქვეყნურ წარმომავლობასაც ზრუნავს რომ კარგი იყოს ვიცით რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი დროებით არის ჟამი შენებისა და არის ჟამი ნგრევისაო არის ჟამი ქვათა გაბნევისა ჟამი ქვათა შეკრებისა იცით ეს დიდებული სიტყვა ეკლესიას ეს წიგნიდან და აი ეს წარმავალი აღდგენადი მე ისე წარმავალი და ღვთის სიტყვა გიეს უკუნისამდე და მარიამმა უკეთესი აირჩიაო იდა ფეხთი და თვითონ არაფერს არ აკეთებდა არის იუნჯებდა მარტო ცხოვრების საგანძურს და მართა ეს სოფელი რომელიც ზუსტად რომ ამ სოფელში ჩანდეს მისი შრომა ღვაწლი და ქება რომელიც დამსახურება და როდესაც ქებას არღებულობს მე საყვედურობს უფალს უთხარია მარიამს რომ მოვიდეს და დამეხმაროს მე ანუ დაანებოს მარადიულს ზრუნვას და წარმავალში დამეხმაროს რომ და თან კიდე საყურებს შენ არ ზრუნავ ჩემთვისო უფალზეუბნებო დამტო მარიამ მარტო მეო და ეს არის რომ ეს სოფელი ეკლესიას უყვარს როცა ну ისე კი დროს ვაცდენს და არაფერს არ აკეთებს და გაურბიან საქმეზეგან და თავის საქმეს ისე ასრულებენ სწორედ ეკლესია რომ ზრუნავს მარადიულ ცხოვრებისათვის არა პერსონალთ ღვთის მხოლოდ არამედ მრევლის თითოეული ადამიანის ვინც მოდის ისმის სიტყვა ნუგეშისა სიტყვა სიხარულისა სიტყვა სიწმინდისა სიტყვა ნათელი მოფენისა ადამიანის გულსა და სულზე სიტყვა ცხოვრების ჩვენებისა და ამჟამად შეწევნისა აი ეს სიტყვა არის წარმავალი ცხოვრების საქმეების კეთება არ არის ადვილი უამრავია არ ილევა ამ ქვეყნის საქმეები მაგრამ თუ ამ საქმეებს არ ახლავს ღვთის სიტყვა
წმენა, მადლი, მაშინ ეს რატარმავალია და მისგან არაფერი რჩება. ამიტომ ესეთი პირველ საუკუნეების ერთი არის წერილი დიოგნეტისადმი და როჩანს ამ წერილს მიმართავს ერთ წარმართს, რომელსაც უნდა გაიგოს ქრისტიანობის არსი და საუბრობ ამ იუსტინე ფილოსოფოსი ან მისი დროინდელი არის ეს ავტორი ამ წერილისა. და ამბობს რომ ქრისტიანებიო ყველგან არიანო, მაგრამ არ ჩაარჩანანო. ისევე არცოთ ხებსო, მაგრამ განსხვავებულათო. საკვებს მიიღებით ჩაუდო საკვებსო, მაგრამ განსხვავებულსო. და განსხვავება იმაშია, რომ რასაც აკეთებენ ლოცითა და მადლით აკეთებენ. აი ეს განსხვავება. ამოება მარტო დევანდელი დღისათვის ზრუნავს, რომ ასიამოს ვიღაცას სტუმარს, აი რა კარგი გემრიელი საჭმელი მომზადა. კარგია, მაგრამ არა საკმარისი. და აი მარიამ ეს უკეთ აირჩია. და სწორედ ხოლმე ღვთისმშობელი არის, რომ აერთიანებს ცასა და ქვეყანას, ამ სოფელს და მარადიულობას. აი ამიტომ არის დედოფალი ცისა ქვეყანისა და ამიტომ მადლობთ მას, ვადიდეთ უფალს და უფალთან ერთად მის დედას. და ვიტყვით რომ მარიამი ოლათინდა ღვთისმშობელი დიდა როდესაც მას ეხარა თავრანგელურისაგან მართეს მას მიიღება თავის წიაღში უფლისა მისგან როგორც ადამიანი მოივლინოს ქვეყანას და როგორც დედა ზრდის მას აწოვებს სამოსელს უკერავს ქსოვს არგავს შესაბამის ასაკისა მაგრამ თან უფალთან ერთად იზრდება თუ ჩანს რომ რაღაცა თავიდან მისთვის მიუწვდომელია და თანდათან იმესებს რომ უფრო მეტად უახლოვდა უფალს განა არ იყო როდესაც ტადარში თვიანთან შეიყვანა ელთავარმა განა არ იყო უფალთან ახლოს მაგრამ უფრო მეტი სიახლოვე და ჩვენთვის მაგალითია რომ სულ ეს ზრდა მარადიული არის და მეთი მარადიულია და მის შემეცნება სრულად ადამიანს არ შეუძლია და თანდათან იმესებს და ერაში გამოიხატა თუ ჯერ თქვა რომ მე თავგან მახარა მე მამაკაცი არ ვიციო როგორ უნდა ანუ ღვთის განგებით საიდუმლო გიცოდა რომ მესი უნდა მოსულიყო მაგრამ როცა ეუბნება შენგან მოვა ვერ გაიგო და როგორ მოხდებაო პასუხს სულით მიდე რომ შენზე და დალი მალზე ფარვიდეს შენ დიდი საიდუმლოა მაგრამ სულიერად მან მიიღო მიიღო ამისა შემდეგ როდესაც ადრად მიიყვანეს მეოთხე დღეს სიოქთის მიხედვით სიტყვით მოისმინა მიმართავს მაცხოვარს ხო სიტყვებით და მადლობს უფალს რომ დადგა ჟამის სამხედრო გასვლისა რომ იხილ თვალთა ჩემთა მაცხოვრება შენი ხო და ვისკენ არის რომ ნათელი გაუწყვეტ წარმოთა ზედა და დიდებად ერისა შენს ისრაელისა ისრაელში ეთნიკური ხოლმე ებრაელი არ იგულისხმება ისრაელი არის ღმერთთან დაახლოებული აი ესე იაკობს ესე უწოდა უფალმა გეწოდო შენ ისრაელიო ანუ ღმერთთან ჩაჭიდებული შეერთებული შეწყმული ეს ჭეშმარიტ მორწმუნეს გულისხმობს ამას და მორწმუნეებს ჭეშმარიტ რწმენის მატარებას და აი ამიტომ ეს სილიონის მიხედვით რომ დიდებად ერისა შენ ისრაელისა ანუ ვინ წარმართავს ვირწმუნებს და გახდება ქრისტიანი ისიც მარადიულ ცხოვრებას ეზიარება და ისმინა ეს სიტყვა მაგრამ მე და გულთან შენსა מחვილად განდოსო წინასწარ მეტყობა მაგრამ ვერ მიხვდა რას ნიშნავს რა מחვილზე საუბარი და როდესაც იხილა ჯვარცმული ძეთვისი ესო გოდებდა და გაახშენდა ანგელოზის სიტყვა თავრანგელოზის გიხაროდენო მიმადლებულო უფა და ეკითხება სად არის გიხაროდენო ეს არისო და მაშინ გაახსენდა მას სიტყვა სიმეონისა მახვილად განდობს შენ გულშიო
შენ ეს ტკივილი და მიიღო, რათა მეტი სიყვარული გქონდეს ყველას მიმართ. თუ შენ ამას დაიტევ, შენ შეიძლება ყველას წუხარება დაიტიო და შენ შეიძლება ყველასას ნუგეში იყო. აი ეს არის ზრდა, რომელსაც გადის ამ ქვეყანაზე და როდესაც ადგომელი უფალი ეცხადება პირველად მას ეცხადება ნუგესცემს, ბრუნდება საფლავზე და იმ სუდარს სახეზე გადაფარებული ცალკე აღიღეს და დაკეცეს ცალკე. რაც მეორედ მოსული მარია მაგდალინელი და მოციქულები დაინახავენ და უკვე და ესე იგი ვიღაცა იყო, როგორ აღმოჩნდა ცალკე დადებული და შეკეცილიო, ესე არ იყო. აი როგორ თამდაბლობა ზრდის სულიერი სიმაღლისაკენ ღვთისმშობელს. რატო იმ საგალობელში ასაუბრა ადისუჩემსა, რატო მოხედა სიმდაბლეს მხევზათვისასა. აი ეს უდიდესი სათნოება ღვთისმშობელში თამდაბლობა და ამ თამდაბლობით იზრდება ცოლის გზაზე, მანდულზე და აი ბოლოს უკვე ესე არჩას მის სახელი თქოს წერილში. სად არის ღვთისმშობელი? უცხოკრებაზე არ ჩანს, მარია მაგდალინე ჩანს და მაგრამ იქაც შეფარულად არის ზოგან სხვა მარიამი, ზოგან მარიამ იაკობისი პირდაპირ თავის თავს არ წარმოაჩენს მე ვარ. აი ამ სიმდაბლისადმი სიმაღლეზე ზეთის სიმაღლეზე ავიდა აიყვანა უფალმა იგი. ამას დღესასწაულ ჩვენ რომ შესაძლოა ჩვენთვისაც ეს ამაღლება ჭეშმარიტ რწმენით, სიყვარულით, საშუალებით და სიმდაბლით და მორჩილებით უფლის სიტყვის მიმართ. ამ სიტყვის ზრდას არის საზღვარი ჩვენი ცხოვრებისა და ამ გზაზე დაუთილიყავდა და ღვთისმფარველად გეწეოდეთ მისი ლოცვა. უკვე თუკუნსამდე ჩვენთან არ ღმერთ.